ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, როგორც მოექცნენ სასამართლოში მოსულ საზოგადოებას, ეზოშიც კი არ შეუშვეს, ჭიშკარი დაუკეტეს, ადვოკატი დარბაზშიც კი არ შეუშვეს, მერე 10 კაციან დარბაზში ჩახუთულ სივრცეში 5 საათის განმავლობაში აკופინეს ხალხი, ვინც მოკლედ მოახერხა იქ შესვლა, დაიჭირეს ორი ეხა სამართალს იქ არავინ რო არ ეძებს ეს ვიცი და საჯაროობისთვის მეტად რო გაშიშდეს ეს ხელისუფლება თუ ვიმე თუ ის ასე ერთადერთი ეს დატვირთულობს. ჩემს ეს 29-ში მე გადაწყვეტილება რომ 29-ში აღარ მივიღო მონაწილეობა, არ მივიდო ფიზიკურად. ანუ არ მიხვალ სასამართლოში, რატო? ხალხის პატივისაცემად, რა პირველ რიგში მგონია, რომ მე დღეს ასაც ვუყურებდი, როგორ ექცეოდნენ ადამიანებს. იქ ქალებს, უფროსებს, ბავშვებს, ხო? მე არ მინდა რომ ეს გამეორდეს. დაწუნებული ვარ, ზურას ესო ცოდნოდა ანალოგიურ გადაწყვეტილებას მიიღებთ. ეხლა ჭიშკარი დაკეტეს, გარეთ უბრალოდ გადაკეტეს მთელი მისასვლელი გზები, ფეხით მოდიოდა ხალხი, ზოგი მოვიდა, ზოგი ვერ მოვიდა. ამიტომ ეხლა იქნება წარმომადგენელი ადვოკატი 29-ში ადგილზე, და მე ეხლა ჩვეულებრივ პატიმრობისთვის არ ვაპირებ მომზადებას, ვაპირებ ცხოვრების მაღალი ტემპით გაგრძელებას, შეხვედრებს, არ ვიცი, თანამებრძოლებთან, უცხოებთან, არცხოვეს ფაქალაქებში ჩამოსვლას. ხო, ნახოთ, ეს ანუ ნიკა მელიას მიუღია მეგობრებო გადაწყვეტილება რომ